რუსეთში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ კრემლის არმიას არ აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული წინსვლა უკრაინის ფრონტზე. რუსული დრონებით ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ტერიტორია, თუმცა ამავდროულად უკრაინის თავდაცვის ძალებიც უტევენ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს რუსეთში. და ახლა მთავარი კითხვაა, რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე, სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ევრონიუს ჯორჯიას სამხედრო მიმომხილველი გიორგი თუხარელი და მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით და თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მთავარი სხვაობაა რუსეთისა და უკრაინის მხრიდან დრონებით იერიშების თვალსაზრისით. ეს თემა გავშალოთ ჯერ და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. საინტერესო საკითხია. თუმცა თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ ის მონაცემები, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, არის დაფუძნებული ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანგარიშებზე და მართალია, ამ ანგარიშებში ვკითხულობთ ჩვენო ბოლო პერიოდში რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სწორედ დრონებით იერიშებს და არა მარტო დრონებით, საჰაერო იერიშებს იყენებს კომბინირებულ შეტევებსაც, გამოყენებულია მათ შორის სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები დრონებთან ერთად, რათა გადატვირთოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიდანვე უკრაინაც იყენებდა გარკვეული ინტენსივობით საჰაერო იერიშებს რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა ეს არ იყო ისეთივე მაღალი ხარისხის, როგორც მოგვიანებით ახლა არის, რადგან განვითარდა უკრაინის სამხედრო მრეწველობა, გამოჩნდა ახალი ტიპის შეიარაღება და ჩვენ ახლა გრაფიკულად ვხედავთ შეჯგუფებას, ასე ვთქვათ, შავი წერტილებით არის უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშების სიმჭიდროვე, ეს პირობითი მაჩვენებელია, ხოლო ცისფრად არის უკრაინული დრონებითა და რაკეტებით იერიშების სიმჭიდროვე და გაფართოვება და როგორც ვხედავთ, უკრაინული იერიშები არათუ უბრალოდ უკრაინის საზღვრებს გაცდა, არამედ 500 კილომეტრსაც და 1000 კილომეტრ მანძილზე მყოფ რუსულ სამხედრო ობიექტებსაც აზიანებენ უკრაინული დრონებით. და ამაზე უკვე როგორც აღნიშნე, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ, თქვა, სხვადასხვა სამხედრო ბლოგებზე რუსი ბლოგერები და მათ შორის ყოფილი რუსეთის დუმის დეპუტატი დიმიტრი როგოზინი, რომელიც ასევე როსკოსმოსის ყოფილი შეფია, ისიც ღიად საუბრობდა, რომ უკრაინული დრონები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის არმიისთვის. და როგორც ჩანს, რუსეთის არმია უკვე ასე ვთქვათ, ფრონტზე გარკვეულ წინააღმდეგობას განიცდის და ვერ აღწევს იმ შედეგებს, რასაც კრემლი ელოდა ომის დაწყებისას. ხო, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე. დღეს ბოლო პერიოდში შეიცვალა თუ არა რაიმე ამ თვალსაზრისით? ფრონტზე სტრატეგიული თვალსაზრისით ვითარება არ შეცვლა, არის ორივე მხრიდან ასე ვთქვათ, ლოკალური წინსვლები, ვიღოთ მაგალითად ესე იგი დონეცკის ოლქისა და ხარკივის ოლქის ფრონტები ამ მიმართულებაზე ბოლო მონაცემებით რუსეთი 5 მიმართულებით ავითარებდა იერიშებს, თუმცა ვერც ერთ ამ იერიშზე ვერ მიაღწია წარმატებას, თუ მიაღწია გარკვეულ უბნებზე, ეს იყო უბრალოდ ტაქტიკური წინსვლა, მოკლე პერიოდიანი წინსვლა. რაც შეეხება უკრაინას, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო მონაცემებით ლიმანის ჩრდილოეთით მოახდინა წინსვლა და გადავიდეთ ახლა პოკროვსკის ფლანგზე, იმიტომ ყველაზე საინტერესოა პოკროვსკის ფლანგი, რადგან თვეების განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობს ამ დასახლების აღებას, ვითარდება კომპლექსური იერიში, თქვენ ხედავთ შემოფარგლულ რაიონებს, სადაც განსაკუთრებული აქტივობა სამხედრო დაპირისპირების და ფრონტის ამ მიმართულებაზე ბოლო მონაცემებით უკრაინამ ტაქტიკური წინსვლა შეძლო დასახლება პოკროვსკის აღმოსავლეთ მხარეს, დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე საუბარი, ხოლო ჩრდილოეთით ზოლოტი-კოლოდიაზის რაიონში ზემოთ ვხედავთ, ეს არის ის რაიონი, რომელიც რუსეთმა დაიკავა რამდენიმე კვირის წინ, თუმცა როგორც ვხედავთ, ახლა ლურჯად არის შემოსაზღვრული ეს ტერიტორია, ეს ტერიტორია თითქმის სრულად დაიბრუნეს უკრაინელმა სამხედროებმა. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ლეონიდ პოლიაკოვს. მან კარგად ახსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს პოკროვსკს როგორც უკრაინელებისთვის, ასევე რუსეთის მხრიდან და მოდით ვნახოთ ეს ინტერვიუ. This stronghold important in many respects. ეს დასაყრდენი მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან ტაქტიკური გაგებით ის საშუალებას გვაძლევს გავანეიტრალოთ რუსების რიცხობრივი უპირატესობა ცოცხალი ძალით.
the manpower. რადგან შენობებით სავსე რაიონებში თავდაცვა ბევრად უფრო მომგებიანია ჩვენთვის. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს მდებარეობა საშუალებას გვაძლევს დაუფაროთ ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ფლანგები, სადაც გვაქვს კრამატორსკი, სლავიანსკი და სხვა დასახლებული პუნქტები, რომლებიც მრავალი ასპექტით მნიშვნელოვანია. In many respects, just ასევე მნიშვნელოვანია უბრალოდ იმისთვის, რომ დაავიწყოთ დონბასის ის ნაწილი, რომლის შენარჩუნებაც ნებისმიერ ფასად გსურს. to preserve by all means. If we take the general picture, I would თუ ზოგად სურათს ავიღებთ, მე მას ჩიხთან მიახლოებულად შევაფასებდი. ბუნებრივია, რუსებზე ნაკლები ცოცხალი ძალა გვყავს, თუმცა ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიბრძვით. ჩვენი мотиваცია უფრო მაღალია. გვაუმჯობესებთ და ვზრდით ჩვენს ინოვაციებს მატერიალური, ტექნოლოგიური და შეიარაღების კუთხით. ამასობაში რუსები, რომლებსაც შედარებით ჭარბი ცოცხალი ძალა აქვთ, კარგავენ პირად შემადგენლობას. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უარყოფითი ბალანსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფართობს ვიბრუნებთ ჩვენი კონტრშეტევების დროს ყოველდღიურად და რის დაკავებას ახერხებენ რუსები ყოველდღიურად მათი ინფილტრაციის ტაქტიკით. ეს ფაქტობრივად ტაქტიკის ნაწილია. მათი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე საჰაერო ძალების, артиლერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით იჭრებიან, მაგრამ ზოგადი ტენდენცია ჩვენთვის დადებითია. ყოველკვირეულად მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები ტერიტორიის დაკავება შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ მათ სრულად შევაჩერებთ და სავარაუდოდ ეს ტენდენცია შეიცვლება. რუსეთსა და უკრაინას შორის დიდ ომში თანამედროვე ტექნოლოგიები ჯავშან ტექნიკას არ აძლევენ საშუალებას შეახციონ ან თუნდაც მიუახლოვდნენ ფრონტის ხაზს, რადგან დრონები მას მყისიერად გაანადგურებენ. ან სადაზვერვო დრონები მყისიერად აწვდიან კოორდინატებს უკრაინულ артиლერიას და ეს ჯავშან ტექნიკა წუთებში განადგურდება. ისინი ჯერ კიდევ იყენებენ ჯავშან ტექნიკას ზურგში, რათა პერსონალი მიიტანონ ზურგის გარკვეულ ხაზამდე. შემდეგ პერსონალი გადმოდის და აგრძელებს მოძრაობას ფეხით ან მოტოციკლებით, კვადროციკლების ტიპის მანქანებით, მსგავსი რამით. buggy type of vehicles, something like that. My best guess is they don't have ჩემი ვარაუდით მათ არ აქვთ მკაფიო ხედვა იმის შესახებ თუ რის მიღწევა სურთ. ისინი არ არიან დემოკრატიული. რუსეთი იმყოფება ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით საეჭვო პიროვნების, პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ. ლოგიკის გამოცნობა ადვილი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი და მისი ახლო მომხრეები კვლავ ოცნებობენ ფრონტის ხაზზე უკრაინული არმიის კოლაფსის მიღწევაზე. როგორც გასულ ზაფხულს ოცნებობდნენ, რომ ამას ერთ-ორ თვეში ან შესაძლოა რამდენიმე თვეში მიაღწევდნენ. ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა არა მხოლოდ კომფორტულ ცხოვრებას მოუტანს რუს ხალხს, არამედ ბევრი პრობლემაა მოსალოდნელი. მზარდი კრიმინალი, შესაძლოა აჯანყებაც კი, ეკონომიკის დაცემის, რუსეთის კეთილდღეობის გაუარესების, ფინანსური და ენერგეტიკული რეზერვების შემცირების ფონზე მომავალი ზამთრის პირობებში და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ზამთრის დადგომამდე ერთგვარი ბოლო ნახტომია, მათ კვლავ სურთ ამის გამოყენება. they still want to use it. Crimea is part of Ukraine. ჩვენთვის ერთი კონკრეტული სტიმული არ არსებობს, რადგან ყირიმი უკრაინის ნაწილია, იურიდიულად დროებით ოკუპირებულია რუსეთის იმპერიის მიერ. და როგორც ასეთი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გასათავისუფლებლად. We are doing our best. ვუტევთ რუსულ სამხედრო სამიზნეებს, ვანადგურებთ საჰაერო თავდაცვას, საზღვაო ძალებს, საბრძოლო მასალების საწყობებს, ლოგისტიკას და ასე შემდეგ. ეს ზოგადად სამხედრო ინტერესებს წარმოადგენს, რათა თავიდან ავიცილოთ საბრძოლო მასალებისა და სხვა მარაგების მიწოდება რუსული ჯარებისთვის ყირიმის ხიდის გავლით, ყირიმის გავლით, ფრონტის ხაზის ხერსონში, დონბასში და ასე შემდეგ. მეორე სამხედრო მიზანი არის კონცენტრირება საჰაერო თავდაცვის განადგურებაზე, რადგან პუტინისთვის ყირიმისა და თამანიდან ყირიმისკენ მიმავალ ხიდს უნებრივია განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ისინი ცდილობენ დაიცვან იგი საჰაერო თავდაცვის მრავალი აქტივის ამ ადგილებში კონცენტრაციით. და რადგანაც რუსეთის ევროპული ტერიტორიაც ძალიან დიდია და დაუცველია საჰაერო თავდაცვის სრული შესაძლებლობების სიმცირის გამო, ასევე რუსები იძულებულნი არიან გადაიტანონ მთელი საჰაერო თავდაცვა ან მოსკოვისკენ, ან ყირიმისა და ყირიმის ხიდისკენ, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. მათ დაუცველი დატოვეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო სამრეწველო სამიზნეები და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები, რაც საშუალებას გვაძლევს გავანადგუროთ რუსეთის არმიის ლოგისტიკა, სატრანსპორტო მარშრუტები და შევარყიოთ ეკონომიკა, რაც მათი სამხედრო მანქანის წყაროა. და რადგანაც ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენთან ძალიან ახლოს, ჩვენთვის უფრო ადვილი და უსაფრთხოა სამიზნეების დარტყმა არა მხოლოდ ხმელეთიდან, არამედ ჩვენი საზღვაო დრონების, უპილოტო შესაძლებლობების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ ადვილად მიუახლოვდნენ სანაპირო ზოლს და გაუშვან მკვლელი დრონები თავიანთი სამიზნეების წინააღმდეგ და თუნდაც ჩამოაგდონ მათი ვერტმფრენები და თვითმფრინავები ან დაარტყან მათ მიწაზე. ასე რომ ჩვენ გვაქვს ხელსაყრელი შესაძლებლობები დარტყმის განსახორციელებლად და ბუნებრივია უბრალოდ for delivering the blow, and we just naturally use it. Well, we just need to keep this
trend you mentioned about the ჩვენ უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების გაზრდის თაობაზე. ჩვენი ფართო ინოვაციური პოტენციალის გამოყენებით, მართვის სისტემის გაუმჯობესებით, ჩვენი მკვლევრებისთვის, მწარმოებლებისთვის, კერძო ინოვატორებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნით. Creating more favorable environment for ამის მიღწევაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები ევროპიდან. ჩვენ ტრადიციულად პირველად დანიას ვასახელებთ, რომელიც შედარებით ყველაზე მაღალ პროცენტს ინვესტირებს, მაგრამ ასევე სხვა ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, საფრანგეთი და სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ გარკვეული რაოდენობის დაფინანსებას, რაც ჩვენს ინდუსტრიას საშუალებას აძლევს სწრაფად განავითაროს თავისი საბრძოლო პლატფორმები. targets on the Russian territory. ჩვენ ვცდილობთ გავამრავლოთ ეს სისტემები, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ახალი ტაქტიკა და სტრატეგია. რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დარტყმით, ახლა უკვე 3000 კილომეტრამდე მანძილზე, რასაც ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო გავზრდით. და გარკვეული დროის შემდეგ რუსეთს ვაიძულებთ აერშიოს მშვიდობა და არა აგრესიის გაგრძელება. Rather than continuation of aggression. ახლა საინტერესო არის ისიც, რომ უკრაინაში იწყება წვიმის სეზონი და ამის გამო მოსალოდნელია, როგორც წინა წლებიდან გამომდინარე, საბრძოლო მოქმედებების ტემპი ხმელეთზე, სახმელეთო მოქმედებების ტემპი კიდევ უფრო დაიწევს და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება როგორც უკრაინის მხრიდან, ისე რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშებს. და როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო იერიშებზე, აქ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ უკრაინამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ის ინოვაციური დრონები, რომელიც შეიმუშავა კიევმა. ყოველ შემთხვევაში ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა და ეს ბრძოლაში გამოცდილი შეიარაღება, რომელთაც უკრაინა რუსეთის სიღრმეში აზიანებს ნავთობ ქარხნებს და სხვადასხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს, უკვე გაიტანს კიევი ექსპორტზე, იქიდან მიღებული თანხა, რა თქმა უნდა, ისევ უკრაინის არმიის საჭიროებებს მოხმარდება.